მოლოდინი მაქვს როგორც ყოველთვის და ბოლომდე იმისი რომ სამართალი მაინც იზეიმებს თუმცა ამისი საფუძველი არავის არ მიუწია ჩვენთვის ჯერჯერობით და მთავარი ის რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ თუ დღეს დადგა განაჩენი ეს იქნება განაჩენი არა მზიასი ეს იქნება განაჩენი ყველა იმ ადამიანის რომელიც მონაწილეობს ამ უსამართლობაში მონაწილეობდა პირველი დღიდან და რომელიც პასუხისგებელი იქნება მთელი ქვეყნის წინაშე, ისტორიის წინაშე იმაზე, რაც დღეს გადაწყდება. მედიის დევნაზეა საუბარი, ყოველთვის საუბრობენ ჟურნალისტები, რომ მზიას პატიმრობა არის კრიტიკული მედიის ხმის ჩახშობის მცდელობა. მეტი არის, ვიდრე ეს ცხადი არის მედიის მიმართ მიზანმიმართული ქმედება, მაგრამ ამავე დროს ეს არის ქვეყნის მიმართ. ის რაც ხდება დღეს მზია არის სიმბოლო საქართველოს.